Ფქვილზე საიმპორტო გადასახადის სექტემბრამდე გაგრძელდება ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან სილვაგავას თქმით, ამ გადაწყვეტილებით ბაზარზე სტაბილური მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდება. მისივე თქმით, საიმპორტო გადასახადის დადგენილებამ სერიოზულად იმუშავა და ხელი შეუწყო ბაზარზე არსებულ სტაბილიზაციას. მისი თქმით, წელს ხორბლის ფასი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა და ერთი ტომარა ფქვილის ფასი 50 ლარამდე მერყეობს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 15 ლარით ნაკლებია. მისივე თქმით, წელს მსოფლიოში ხორბლის მაღალმოსავალს ელოდებიან, რაც იმის წინაპირობა, რომ გამოწვევები ხორბალთან დაკავშირებით არ უნდა იყოს. მე შეგახსენებთ, რომ ხორბალთან დაკავშირებით საიმპორტო გადასახადი 2023 წლის ივნისიდან დაწესდა. დღეს ბაზარზე არის სტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, ამ დადგენილების გაგრძელება აგრძელებს ამ სტაბილურ მდგომარეობას, მათ შორის თვითონ ფერმერებისთვის, ანუ მომავალი ივნისისთვის მოსავლის ჩაბარების კუთხით, წისქვილ-კომბინატებისათვის, იგივე წისქვილ-კომბინატების სტაბილური მუშაობისათვის და იგივე პურის ფასიც ვიცით, რომ სტაბილურია და არაფერი არ ემუქრება. რაოდენობრივად მსოფლიოში არის საკმაოდ დიდი მოსავალი და საკმაოდ დიდ მოსავლეს ველოდებით, მსოფლიოს მასშტაბით და რეგიონალურად მათ შორის რუსეთშიც მაღალი მოსავალია, უკრაინაში ასე თუ ისე ნორმალურია და ევროკავშირის ქვეყნებშიც ასე თუ ისე ნორმალური მოსავალია. შესაბამისად, ამ ხრივ რეალურად გამოწვევებს არ ველოდებით.